დილამშვიდობის ხალხნებო. მოიდი ყავით. აქ დავისხდეთ. მოსესრიგდეთ და მოვიდეთ. ცოტაღანი სანამ სამსახურში წავალ, იმიტომ რომ დღეს ჩემო უფროსმა გამომიწერა რომ სამსახური გაქვო. გუშინან მქონდა წესით, მაგრამ ხო არ ვიყავი. ხო და უცბად გადავიცვალა დღე. რა პრობლემაა? როგორ ახართ? დაიცა მოძვრია ქედა. იმიტომ გარეთ ქარი არ არის, მაგრამ ნიავია და ცოტა ციო. ხო და დილაობით ხო სკოლაში გაშვების, შემოვლის და კატაძაღლის დღე მაქვს ხოლმე და ერთი ტუპი გამყავ რომ ვაჭამო. გუშინ იქ რო ვიყავი თბილისში, ლაშამ დამირეკა რომ თმაც არ დამევარცხნია ჯერ. აისაო გუშინ წინ ეს ყვავილები ხო გადმორგია ეს დიდი ისა რა ქვია. გავყავი ორად მეორეა ქარი და რა ქვია მონსტერა. ნახეთ რა ხილა. და ისა. კიდე რაღაცა ყვავილები მივაყოლე რა და. ახლა ამას ესეც უნდა დავშალო. სანამ მაგლაპარაკო, ანუ ასე მოუვიდა. მორწყული არის, სინესტე აქ. ხო და უნდა დავშალო და ვნახო რა ხდება ფესვებში. აი ეს მონსტერა რომ დავშალე. ძალიან მჭიდროდ იყო იმ ქოთანში აშკარად დაშლა უნდა და ის მატლები არაფერს არ უზავს ზოგადად აი ეს მიწის მატლი რო ეკაი, მაგრამ ეგენი იყო რამდენიმე და ზოგადად ეკაია უფრო ფესვებისთვის. და აი ეს ნახეთ არ მოვწოს, ხო და ამას მივხედავ. ხო და რას ვამბობდი, ეს რაღაცები რო გადმოვგე, პალმას ქონა პატარა ამოყრილი და ეს ოთახის პალმებით რო რაღაცა და პატარა ქოთანში გადავგე და ლაშამ დამირეკა იქა რომ ესაო ქოთანიო შენ გადააგდეო რომ კარებში გდიაო და არა თქო ხა თუ გადავაგდებდი კარებში ხო დავაგდებდი. მაგაში მეთქი პატარა ყვავილი ჩავიდე და თუ ბაცაცოს ამოუღია მოკლედ მთელი დღის მანძილზე გართობილი ყვავილი ამოუღია მიწა იქ დაუყრია და ამ ქოთნით დადის მთელი დღე. პატარა ყვითელი ქოთანია. აი კაქტუსი მიდევ ეგეთი. აი ჩანს პატარა. ხო და ვეჩხუბეო რა. ძალიან არ გაიგოს, მაგრამ მაინც ვეჩხუბე. ხო და რა ვიცი ხარ რომ მოველი მე მართლა ერთი ის რომ კარები ანუ საღამოთი აჭმევენ ხოლმე რა რო არ ვიყავი მით უმეტეს. კარები ქათმებსაც ნინომ დაუკე და რაღაცა ნუ მოკლედ რომ მოველი არაფერი არ აყვავდა მისახედი რა და დიდად აღარც მომიკითხია ბაცაცო, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ბაცაცო ონავარი იყო მთელი დღის მანძილზე რაღაცა და თან გუშინდელი ამბის მერე ანუ სხვა ინტერესის ის მქონ მოკლედ ხო და აუსნო გადმოვდგა თორე გამიცხელდება ძალიან. ხო ეხა დილაობით არ არსებობს მე ფეხი გავყო გარეთ, ფეხსაცმელში ფეხი ჩაყო დილით რო გავდივარ. და უკვე რო ავდგებით და რაღაცა, აი არ ამეხლართოს ფეხებში და რაღაცა და აი რავი დადისხობის თავის გაწეწილი და კიბეზე რო ჩავერი, ანუ ეზოშიც არ ჩანს ბაცაცო. მეთქი ბაცაცო ქოხიკით გადაუტანე რა, რომ ეზოში აღარ იყოს თქვა არ ეძინოს იქ პლოშატკის ქვეშ რომ ზაფხულში სხვანაირად გამოვიყენებთ მაგას ხან ვიღაცა მოდის რაღაცა და ეხა ძაღლის ქოხი იდგა და იქ რაღაცა არ მინდოდა. ხო და გადავიყვანე იქით მხარეს, თავისი ქოხი, თავისი მოწყობილობებით, სკვაზნიაკი და რაღაცა არ არის, ანუ დაცულ ტერიტორიაზე მოკლედ. არც იქ არ არის. ტუპისთან იცის ხოლმე თამაში, არც იქ არ არის. გამოვედი ისევ კარებს შევხედე, ქვეშ ხო არ გაძვრა მეთქი ის ფიცრები ისევ ისი ალაგი. ანუ ფაქტია სახშია, მაგრამ სახში არ არის. და კურდღლებთან იყო. უბრალოდ კურდღლებიდან გამოყო თავი დავინახე აქედან. ღია გვაქვს კარები რა კურდღლების და ისე რომ კატებით შედიან ხოლმე, ქათმებით შედიან ხოლმე, რომ იქ თუ ანქერი დაიყრება რაღაც. და ისევ შეტრიალდა შევიდა და ძალიან მეუცნაურა რა და. რომ მივედი შეძრა, ანუ იმის ქვეშ რა ქვია, გალიის ქვეშ. ძალით არ გამოვიყვანე რომ არ შეეშიდე ძალიან რაღაცნაირ შიშარა და ბუტია.
და კაი დავანები თავი გამოვამეთქი, ტყობა მეთქი, გუში მეთქი, ყვავილზე რო ეჩხუბათ ქოლაშა, გაიბუტა, ანუ იცის მართლა ბუტი არის და შიშარა არის, ანუ ერთს რო დაუძახებ ჩადი დაბლა, მერე სანამ არ შემოირიგებ, აღარ მოვა შენთან, მართლა ძალიან აბუეტია და არ დავაძალეთ, გამოვედი მეთქი, რომ მოშიდება ეს ხელია გამო. ცოტა ხანით მაინც ყურადღება იგით მქონდა რა და ბაცაცო არ გამოვიდა. მე კიდე რომ მიველი და ანუ ფისო მეთქი ძახილი კატებსაც დაუძახე რომ მაგ დროს იცის ხოლმე რომ უნდა ვაჭამო ყველა ვარიანტი და რავი მკვდარი რო იყოს ადგება. გამოვიდა ჩარჩუნდე, სადღაც ერთი ამ ხელა ადგილია რომ ჩარჩოს ჩამორვეს და გადმოვარდა. და სანამ მივედი რომ ამეყენებინა, ადგა და შეძვრა ისევ, ანუ ისევ შეძვრა რა და იქ დაჯდა შუაში ისე რომ მოვეფერე, ვიყურებდი ძალიან წყალი თვალებით. ესე მოფერებით ყურებთ ამ მეთქი გარეთ რო გაძვრა გუში ძაღლმა ხუარცემა თათები ანუ სულ მოფერებით თან ხელით სულ შევამოწმი არაფერი არ არის თან არ მინდოდა რომ ძალით გამომეყვანა გარეთ რა რომ მეთქი სხვანაირი რაღაცა რა უტვინო ძაღლები ხდებიან კაი გაუმზადე საჭმელი რაღაცები ის და იქ წყალით შეუტანე საჭმელს დაუდგი და ისე გალის ქვეშ წევს ახლა და საჭმელი ის არ უჭამია და ძალიან მეუცნაურება რა ჭირს. ეხა მარტო ის რო ლაშა იჩხუბა და ისა ეგ თემა არ არის. ძაღლები ეჩხუბნენ არა აქ ანუ რა ვიცი არაფერი არ აქვს ისეთი. ხო და მე შევამოწმე ხა კატები არ შევუშვი იქ რო არ შეუჭამენ მეთქი რომ ნახო შეჭამს თუ არა საჭმელს რა და და მეწვედებიან ხოლმე ესეთი ისინი რა რომ ვერაფერს გეუბნებიან რა ჭირშენ უნდა მიხვდე. არა გუში მართლა იქ ყველაფერი რაც შეიძლება გაიფუჭებ და გააფუჭებ. რაზეც ხონდა ხელმისაწვდომობა თუ რაც არის. გააფუჭა სულ ყველაფერი მოკლედ. აი. ყველაზე იოლი გამოსავალი ნახე დღევანდელი საჭმლის გაკეთების. რაღაცები ცოტა არის. ეხლა ვფიქრობდი კარტოფილი შევწვევ. მე ვიფიქრო კარტოფილი რომ შეწვევ 15 წუთი იქ უნდა იყო და მოვურიო რაღაც. ადაკი გამოვიტანე გრილი, კარტოფილი გავრეცხე კანიანად კარგად, ჩავალაგე გრილში, ჩავხტე და გამოვიდე. თავისით შეიწვება, თან ის როგორ იწვება ხოლმე მან და აუ წყალს უსხავ ხოლმე და დამავიწყდა. იცი რატო უსხავ? არ შრება ძალიან კარტოფილი და თან იხარშება და თან აი ნაკვერჩხალში შემწვარი კარტოფილი ხო გინახიათ ზუსტად მასეთი არის. აუ წამოვწა ჩაუსხათ წყალი. თორე ძალიან გამოშრება მე. წავედით. და ყავაცაც მიუყვები ეს მაცვია. აი ეს ყვავილია. ეცადე. აი ეს ყვავილი. თავის ქოთნიანად ათრია. მე ნაგე შეუჭამია კიდე თუ ყური. ხო და რა ვიცი ეს შხამიანია ეს ყვავილი, ანუ რო ვიცოდე რომ შეიძლება ამის ბრალი, ახი სულ დაღეჭილია ღმერთოჩი. აი ეს ხა მანდ როგორ გაარჩიოთ, მაგრამ აი ეს არის. ამას ქონდა ძილში ამოტანილი და ის ვქენი. ნახეთ ხალხო რა განახოთ. მარწყვის ყვავილი, აქა. აი აქაც არის. ნახე რამდენია მოიტანა. კიდე იყო სადღაცას ყვავილები, ანუ ყველა ცოცხალია, ყველა გაცოცხლდა. ძალიან ცოცხალები არიან. ცივა. გარგლის აყვავებას ველოდები. ძალიან ლამაზია ხოლმე. მართალია შეიძლება მთლიან წლის მანძილზე ერთიც არ დაისხეს, მაგრამ ლამაზია. აი. ასე შვენიერალურად აბა სადამ აქ ჭიქა მაქვს. მაგრამ ეხლა რო ჩავასხა ქალო როგორ შეიძლება იმ გახურებულში მის ჩოსხმა. ვიცი. ერთი წამი გენაცვალე. შეიძლება რომ ამოგაბრძანო მაგედან. ეს შეიძლება, მაგრამ რა ვიცი. აბა ესე დაგაბრძანო ჩემო ლამაზო ცოტა ხანი. ეხლა მინდა მე ადუღებული წყალი. ეს
აღარ არის ადეღებული გავლო იქნება კაკაო. ბათქვან დავაძახებინო იმას. გრილს. ხაი კრიზა. მაგრამ გაცხელდება და ამას დავასხავ. რაღაცები მაქვს, ცოტა ისე რომ დღეს გავლენი იონას რა და ხვალისაზე ხოლმე ვილაპარაკო. გაცხედი არ გინდა? იმას ჩაის ჭიქა გამოვავლოთ. კანკა. 70 გრადუსი თითქოს ადუღებულია, ხო? მე გავოდის. აბა ნახოთ, როგორ გავაფუჭებთ გრეიპს თქვენი აზრით. წყალია წეს თარაფერი არ იქნება, კიცხელი კი არ ადუღებულია. ეხლა ერთ სრულჭიქასაც ჩავასხავ და იგავ. განა არ იწვება ისე, ძალიან კარგად იწვება. უბრალოდ არის აი თითქოს მე იკარგება კანიდან კარტოფილი რა. და ესე ჩანიხაშება ითუთქებას თავით და თან კიდე იწვება როგორც ნაკვეთ ჩხარზე შევწვარი. აბა მოგზანდი გენაცვალე. აი ესე. აი ესე საკდა გავწე. მე ისე წყალმა დაიწყო ის კრთის ხოლმე რაღაცა. всё. აქ მოკავის აპარატი. ეს სოკარის დავხვავდი მე ძალიან კარგად. და ერთიანიც მაქვს. ამიტომ ესეც ვიხმარე და ანუ ერთიანი ახლა 4 ჭიქა ჩადის, 2 ამაში და რა თმინდა თქო და ადგები და ქვემოთ ნინოს ჩაუტან საცხობში. ყავას რო ადუღებთ ხოლმე. ხათო აღარ იწვალებს იქ, ხათო ადუღებს ხოლმე ყავას და კიული. და ძირითადად ვსვავთ ხოლმე წყალს ვადუღებთ და ეგ ანთქივლებს რა და ზოგი შაქრიანს ზოგი უშაქროს სვავს და ხა ისე ეცოდინება 2 ჭიქას უშაქროს მოდუღებს 2 ჭიქა შაქრიას. ესე შვენივრად ხატა შემოხვედი. ესეც ესე კაია რომ არ დავიზარი და ჩავედი, იმიტომ რომ უკვე გამოშრებოდა კარტოფილი. ესე გუშინ ფიქრობდი რა საღამოხანს, ანუ საუბრობაში რო ვიყავი, სადაც ჩამოვდივარ ხოლმე იქ არ ჩამოველი სპეციალურად, ჯერ რომ ცოტა ჟინჟღლავდა სავით და მე ის რომ მეთქი ხა აქ რო ჩავალ უნდა ჩქარი ტემპით ვიარო რომ ესე სცრიდა რა აი რაღაცნაირად რო არ დავსველი და მეთქი და შემეშინდა ფეხის რომ მეთქი არ მტკივდება და ამიტომ გავყევი ბოლომდე და მე ანუ ვცდილობდი რომ ფეხი ძალიან ბევრი არ მევლო რა და იქაც ახლა ერთად ვიჯექი მე ჯდომაც აღარ ამსიამოვნებდა ისე რომ ფეხი არ ამტკივნია აი მართლა არ ამტკივნია და გუშინ ესე იგი ევექში იყო ყველაფერი ყირთამალა ხალხო 10 საათზე მისული იქ აი 10 საათზე რომ მივედი და წესრუნების ვიყავი სამი ხდებოდა რომ ანუ ხო თქვენც ხო ნახეთ გუშინ ვიდეოში ვამბობდი რომელზე გამოვლე რა ვიცი გუშინ აღარ მითქვი აი ხა არ მინდოდა მაგ ვიდეოზე რომ კონკრეტულად სხვა რაღაცებზე გამახვილებინა ყურადღება მაგრამ აი იყო ძალიან ქაოსი ველოდებოდ ან კონკრეტულად იმ ერთ ეხოსკოპის დაახლოებით 5-6 კაცი რომელიც 12 საათამდე იყო და 12-ის მერე იცვლებოდა. ხო და ანუ 12-ზე რომ მორჩა, აი ისე იყო რომ ჩვენ გავიყავით შესასვლელი, მე ახლები მოდიოდნენ რა და აი არავის არ უთქვია, საერთოდ ანუ ხო შეიძლება ის ქალიც რომ გამოვიდა რომ თქვენ რომ მე მელოდებით და მე ხარ რომ დამიმთავრდა სამსახურის საათები, ანუ ცვლა იყო ეგ რა 12-ზე მიდიოდა. მე რო ხა დამიმთავრდა თქვენ ან ნომერი განაახლეთ, ან გადაერთ ანუ საერთოდ კაციშვილს არ უთქვია, რომ ეს ქალი რო წავიდა 12 საათზე და სხვა მოვიდა. ეხა იმან რა იცის, ხალხი დგა ელოდება. ხო და დავინტერესდით მე რა რომ ანუ ჩვენი ნომრები რატო არ ირთვება თავიდან მოსული ხალხის ნომრები რაღაც და ქალ მოგვითხრა.
ნაშევიდა და ნახე, არც ერთი არ მიჩანხართ პროგრამულად, თუ არ ვიცი, გაარკვი, თუ არა ხართ. თურმე ეს ქალბატონი რო წავიდა 12 საათზე და გამოიარა დიდი სამბიდავს, ხედავს რომ ვართ იქ და რაღაცა. ხო შეიძლება თქვა, რომ აი კონკრეტულად ჩემ გვარზე ვინც ხართ გამოწერილები, რაღაცა ქენით, ანუ მე მორჩი. ჩემთვის დიდად მნიშვნელობა არ აქვს და რომელ გვართან მივიდოდი რა, იმიტომ რომ ორჯერ ვიყავი სამჯერ ეხოსკოპიაზე და ერთთან ვიყავი ორჯერ და ერთად სხვა, ანუ არ მქონდა უიმე კონკრეტულად ეს მინდა და როგორ შეიძლება რომ რაღაც. აღმოჩნდა ისევ საათი და 15 წუთი ჩვენ 5 კაცი აი ტყუილა ვისხეთ და ველოდებოდით ჩვენ რიგს. ამ ქალს რო არის თქვა, არ მიჩანხართ ხახნო და რაღაცა ქენითო. მე მენეჯერამდე მივიდა ეს საქმე და ეს ისა რა, ისე რომ გადართო აბსოლუტურად სულ ყველანი. მაგრამ მე მქონდა აღებული რიგის ნომერი ორსულის და ეს ვერაფრით ვერ გადართეს. ხო და ანუ ვერ შეხვალ და ვერ გაიკეთებ. საბუთი ხო გინდა პროგრამულად უნდა დაფიქსირდე რა, ანუ ხო არ არის მე ზუბელთან გახვიდე და ბილტოს მოასმე. ხო და ანუ მაღლა ავალთ მე 4 სართულზე მე და ეს მენეჯერი რომ ეტყობა იქ კომპიუტერს უფრო სხვა რაღაცებთან აქვს წვდომა რაღაცა და იქიდან როგორც იქნა გადამთა და ჩემი ნომერი ჩააგდო პრიორიტეტებში, ანუ ფეხმძიმეების ნომრები ზოგადად მეტად სწრაფად მოძრაობ. მაგრამ ამ ნომრის ჩაგდების შემდეგ მაინც 1 საათი ველოდე. ანუ მაგრამ ისა ხო მე დაურეკა იქიმს რა, რომ თქვენი ისა ოთიას დაურეკა, რომ მანანა არის აქავე ესე მოხდაო და უნდა გადავრთაო და შემოთავაზება იყო, რომ დღეს ჩავსულიყავი, რადგან ამდენი ხანი ვიყავი, სულ მშიერ მწყურვალი ვიყავი, იმიტომ რომ ანალიზებიც უნდა, სულ შემთხვევით წავედი მშიერი და მწყურვალი, იმიტომ რომ რა ვიცი, ესე წავედი, არ წავა, არაფერი არ დამილევია საერთოდ. და ანუ იქ ანალიზი სისხლის საერთოდ ჩავაბარე, იმიტომ რომ ისა რა ქვია, რკინა მქონდა დაბალი, ოდნავ. მაშინ რა და ფერიტინც რაღაცა ვერ ციტყვით, ხო და მაგაზე გადაამოწვა. ხო და რო იცოდა რომ მშიერი და ის ვიყავი, წავიდესო დღეს ცოდუაო და ხვალინდელ დღეზე ჩაწერეთო და რა სიძახით ხახნო, რომელ სისხლის ანალიზით, რომელ წამოსვლაზე, რომელ მშიერ წყურვალზე და დაღლაზე იყო, რაზეც ვიყავი, ის მიდო და გაკეთები და არასებული იყო, ძალიან შეუვარდებოდი მე ხოსკოპიც, არასებული გუშინ არ წამოვიდოდი ჩემით. მეთქი არ არის პრობლემა, ასიც საერთოდ არ დავღლილ ვარ, კიდე დაველოდები მე ვთხარ და ხო რა ვიცი, სავეცოდებიო რომ ამდენი ხანი ხარ, არა მე ვთხარი არა პრობლემა, მეზარება დავამძიმე, მეთქი სოფლიდან აღარ ჩამოსული და ეხლა რაღა იყოს, რაღაც შემოიყოს, რა იცი რა ექვე ვარ. 30 წუთში აქა ვარ. ხო და ისა. ასე შეველი და ასე გამოვედი რა მოკლედ. და ნინო უნდა გავამწარო. ბევრს აღარ გაგიგრძელებთ, რომ მეც უნდა გავვარდე. ხო და ერთ სიტყვით რა იყო. მე ეს გავაკეთე ეს წერო და ეს პატარა ისინი ძალიან ცოყოლილი წერო გვიმრაში ჩავსვი. ჩავარჯე. პატარა მარციპანი და ვაფლის ფურცლებით არის გაკეთებული და ანუ იჭმევა წერო ჩვეულებრივ. გავაკეთე ეს ორივე სქესის წარმომადგენელი, ბიჭიც და გოგოც ეს პაწაწინები, ანუ ცისფერში და ვარდისფერში შეხოვული და გუშინ ყველაფერი მე დავანახე ნინოს და ნახა თურმე ბიჭი კი არ წელიან, ბიჭი ნახატია, ბიჭი არის პატარა ნახატი. იქით მაქვს სწორი განახილ მეზარება რა. ხო და ესა ჯერ ვფიქრობდიო რომ ანუ ეგ ჩანდა რა, კიდე კარგად ვერ გადავიღე. ხო გავხსენით და ვარდისფერი და აი ხე რა მომენტია გული დამწყდა, მეთქი ვერ ანუ გოგო რო დავინახე. იმიტომ რომ ბევრი არის ხოლმე ესე ჩასაფრებული ხალხი, რომ იციან ხოლმე რაღაც უაზროების შედარება, რომ აი მაგალითად შეიძლება გუშინდელზეც ჩვეულებრივი თქვათ, აი ხარო მისმედნენ და რაღაცა, რომ აი იცი რა არის შენ გუშინ სიტყვაზე აი პატრიარქის საფლავზე იყავი, რაღაცა ტაძარში იყავი და გოგო არ გინდა. ანუ ამ კატეგორიას არ ველაპარაკები რა, ანუ არ ვუხსნი არაფერს. გული რაზე დამწყდა, იცი რომ გოგო დავინახე. არასოდეს ჩემს წინათ გრძნობას, თან აი ესეთ წინათ გრძნობას, რომ აი უბრალოდ გრძნობ კი არა და უბრალოდ აი დაახლოებით მგონია და არა აი გრძნობდი ხალხო, აი ზუსტად ეგრე ვიყავი ნინოზე, 9 თვე მეუბნეოდნენ რომ იყო გოგო. ისა ბიჭი. აი არ ვიცი, მეთქი არ რაგო აი დაჟინ ჯიუტად რო იძახი რაღაცას, ხო იცი, აი
რო გიმტკიცებენ რომ აი ეს შავია, მაგრამ შენ რო იცი რომ თეთრია და რო აღმოჩნდება რომ ბოლოს თეთრია იქეთი რაღაცა და აი გული დამწყდა რომ აი ჩემმა წინათ გრძნობამ როგორ მიღალატა თქო რა აი ეგ მომენტი მქონდა მარტო თორე რა სისულელია ხალხო და უცბად ეს რო ხელში ოი გოგო რაღაცა ყველამ რაღაცა და მე ხო ესე მიჭირავ კი გასისულელია კიდევ ამბობა მაგრამ ეხა ხელში მიჭირავ და ვამბობ რომ მე ესეთი არ გამიკეთები ანუ ეს ჩემი გაკეთებული რო არ ყოფილიყო აზრათაც არ მომივიდო და რომ აი ეს მარციპანი რაშიც შეხოვული იყო ეს გადავხსენი და გამწარებ შედამპალო ფიქრი გამიხარდა რომ ჩემა წინათ გრძნობამ არ მიღალატა და ამ საზისხარ ცისფერი ეს პაწაწინა ბავში ჰყავდა ვარდისფერ მარციპანში გადახვეული აი გოგოები ცივი პატარა ბავში აქ მყავს მარციპანი მაგრად ხმება, ამიტომ არსად არ დავდი ჯერ აქ გახმეს მეთქი. აი ნახე რა პაწაწინა უყურე შეხოვულია ჩვეულებრივ როგორც ბავში. აი ესე ხორცისფერი მარციპანი ცისფერში. ხო და ან ეს ხო მიჭირ წარმოიდი ახლა ეს რო კიდე გადაახვიო ხო ცოტა იზრდება და ასე მიდევ ხელს და ფიქრობ იმ წუთას თან ესე გოგო და შეგინთ რომ ფიქრობ აი გოგო მარა ის ამ ხელა ჩემი გაკეთებული არაა ესა და აი ესე მივედი რა და ესე გადმოუწიე და აუ ნინო გაგამწარებ ვიფიქრე რომ რა ვიცი ძალიან გამიხარდა რა სქეს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ორივე სქესის წარმომადგენელი ყავდა ვაიმე ისმიდა მაგრამ აი უზომოდ გამიხარდა რომ ის წინათ გრძნობა რაც მთელი ცხოვრების მანძილზე რაღაცაზე გრძნობ ხოლმე და თან წაღანაცავ თუ უბრალოდ გრძნობ და გგონია რა აი შეგიძლია რომ აი სიკვდილზეც წახვიდე და შენ წინათ გრძნობას იმდენად ენდობი რომ მაგას მიაწვე რა აი ეგ მომენტი მქონდა და ძალიან გამიტყდა რომ აღმოჩნდა გოგო მაგ მხრივ და რო დავინახე რომ ბიჭია და აი გამიხარდა რომ ანუ არ უღალატია იმას შეგნით რომ გააკ რაღაცა გრძნობა და აი ბავჩი მყავ მე ახლა ეს ბავჩი ჩემი ბიჭი ხო აი ზუსტად ვიცოდი იმიტომ რომ წინაზეც ხო გახსოვთ გითხარით რა რომ საერთოდ აზრათაც არ მქონდა ის რომ თურმე ისავქერი მე და გადავითვალდა რაღაცა უკვე ველოდებოდი პატარას როდესაც ვიყავი მცხეთაში და მამა გაბრიელის საფლავზე ესეთი უთხარი რომ თუ მე მეყოლება კიდე შვილი ვიქნები ფეხმძიმედ მე ჩემს თავზე ვერ ვიღებ იმის ვერავიღებ იმ პასუხისგებლობას რომ არ შემხდება ვირუსი არ შემხდება არაფერი ეს მამა გაბრიელის საფლავზე თქვი და თუ ეს ყველაფერი იქნება და დაუშვებს ღმერთი და იქნება უფლისნება ჩემს შვილს ჩემს ნაყოფს აი გაბარებ სულ მეთქი შენ რომ მე არ მქონდეს პასუხისგებლობა რომ მე ვერ დავიცავ ვირუსებისაგან ამ ცხოვრებაში ხო და ესეთი რაღაცები ვუთხარი მამა გაბრიელს და რაღაცა არაფერი არ მიჩვენა, მაგრამ გვგრძნობდი რომ მეთქი ბიჭი თუ მეყოლება აუცილებლად გაბრიელი იქნებოდა. და აი ამის მერე რომ გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ახალ წლებში მე ვირუსიანებთან ვიმუშავე ხალხნო, ყველანი ცუდად იყვნენ. მე ასე თუ ისე მიდიოდი იქ საავადმყოფოში ხო რამდენჯერ ვიყავი, ერთხელ არ გამიკეთებია პირბადე, ვაიმე ცუდად არ გავხდი, არ მიფიქრია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რომ ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული, არც გარე სამყაროზე არ იყო დამოკიდებული. ზუსტად ვიცოდი რომ არაფერი არ შემხდებოდა ისეთი, რაც ჩემს შვილს დააზიანებდა. იმიტომ რომ მე ჩემზე არ იყო ეს ყველაფერი. მე მას ჩავაბარე და მან იზრუნა. და აი ესეთი ის რომ მქონდა ესეთი ჟინიანი ის რომ მქონდა წინათ გრძნობა, აი მაგიტომ აუცილებლად გაბრიელი უნდა ყოფილიყო. მარტო ის კი არა რომ ბიჭი არა, აი ამ ყველაფრის მერე არ არსებობს რომ გაბრიელი არ ყოფილიყო. უნდა გაბრიელი დაიბადოს და გაბრიელი უნდა ყოფილიყო. აი მასშრიალებს მე თუ არ არსებობს უბრალოდ
ეს სიტყვები არ არის, აი ვერც აგიხსნით ხოლმე რაღაცა ბევრი ისეთი რა ვიცი, აი რო გავიგე, რო ფეხბურთიმეთ ვიყავი და რაღაცა, აი მაშინ ხო საერთოდ რომ აი მეთქი მამაო არ ვიცი. და ძალიან დიდი გავლენა იქონია მაგ პერიოდში მივუყურე მამა პაისის ცხოვრებას და რაღაცნაირი პარალელი გავავლე მამა გაბრიელს და მამა პაის შორის რაღაცნაირად და ანუ როდესაც ამათ მიანდობ შენ შვილს რა ის ეჭვი უნდა გქონდეს რომ ან ვირუსი შეგხვდება და ან ვირუსი ამდენ ვირუსიანებში აი რა ვიცი მაგიტო რა აი დაჟინებით ვიცოდი რომ უნდა გაბრიელი ყოფილიყო ძალიან მიხარია და მადლობა თქვენ კიდე რომ აი სიხარული გაიზიარეთ ჩემი და მთელი გულით გაიზიარეთ და აი მთელი გულით გისურვებთ ხალხო რომ მთელი ცხოვრება ესეთი გახარებულები ყოფილიყო მთელი ცხოვრება გფარავდეთ მამა პაისი მამა გაბრიელი და ყველა წმინდანი მიყვარხართ ძალიან წავედი ახლა ჩემი უმფროსისთვის მოვემზადო უნდა გავამწარო რომ ჩავალ იმ ყველაფრისთვის რომ კინაღავ ჩემ წინათ გრძნობას ვუღალატე მაგის გამო ბოროტი წავედი აბა კარგად იყავით ხა ბედნიერ დღე ყველას